მოგესალმებით, დღეს ჩვენ გსურს ვისაუბროთ იმ თემაზე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი სადარდებელი, ვფიქრობ, დღეს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის. ეს არის მომავალი, რომელიც, ასე ვთქვათ, ელოდება ჩვენს უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ეს არის ყველაზე დიდი და ხელშესახები სიკეთე, რომელიც საქართველოს მიიღო და საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან ურთიერთობებში გასულ წლებში და ჩვენ ვიცით, რომ 2006 წელს დაიწყო ჯერ კიდევ მუშაობა იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩვენ 2017 წელს მიგვეღო ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, რაც არის ძალიან დიდი პრივილეგია, იმიტომ რომ მსოფლიოს 195 ქვეყნიდან მხოლოდ 60-მდეა ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ შენგენის ქვეყნებში უვიზოთ მოგზაურობა. ეხლა მე მაინტერესებს, დღეს არის 12 აგვისტო და 31 აგვისტოს იწურება ვადა, რომელიც ევროკავშირმა დაუწესა საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ შესრულდეს ის პირობები, რომელიც აუცილებელია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ევროკავშირში უვიზო მოგზაურობის და უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლა არ უკავშირდება მხოლოდ მოგზაურობის პრივილეგიას, ეს ასევე გულისხმობს ისეთ საკითხებს, როგორიც არის დროებით სამუშაოდ ჩასვლის უფლება, უვიზოთ, ასე ვთქვათ, შესაბამისად მუშაობის უფლების მიღება დროებით ეს ევროკავშირის ქვეყნებში, სწავლის, მკურნალობის და სხვადასხვა. ამიტომ ჩვენ პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა შენარჩუნებული იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის. მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი პირობების შესრულება და მე მსურს, რომ დღეს საზოგადოებას შევახსენო კიდევ ერთხელ რა არის ეს პირობები. პირველ რიგში ეს არის ადამიანის უფლებების და პოლიტიკური უფლებების დაცვა ჩვენს სახელმწიფოში, რასთან დაკავშირებითაც ევროკავშირს აქვს სერიოზული პრეტენზიები ჩვენ ეს ვიცით და დღეს დადასტურდა კიდევ ერთხელ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რა უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს ჩვენს ქვეყანაში. აუცილებელია, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გააუქმოს ყველა ის რუსული კანონი, რომელიც მიღებული იქნა გასული წლის მანძილზე, რაც ზღუდავს საქართველოში პოლიტიკურ და ადამიანის უფლებებს და მე მაინტერესებს, რომ დღეს ვკითხო არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რა ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. ასევე აუცილებელია, რომ რეალურად სახელმწიფოში იყოს ბრძოლა კორუფციასთან და ანტიკორუფციული ბიურო ასრულებდეს საკუთარ ფუნქციებს და შეიცვალოს კანონმდებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რომ გადაიქცეს ეს ბიურო იმათ, რისთვისაც უნდა არსებობდეს კორუფციასთან ბრძოლის ინსტრუმენტად და არა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. დღეს 12 აგვისტოს მინდა ვკითხო არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც გუშინ შეიკრიბა და ქართულ ხალხს მორიგჯერზე ატყუებდა, რომ თურმე მსჯელობს ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაზე. აი ძალიან კონკრეტულად უვიზო რეჟიმი რო არ დაკარგოს საქართველოს ყველა მოქალაქემ და როდესაც გაქვთ წინ დადებული კონკრეტული 8 პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს. რა გაკეთდა ამ პირობების შესასრულებლად? თუ თქვენ აპირებთ, რომ დუგინის ჩინური ვერსია რო ყავთ, ვინმე შათირიშვილი და ყოველდღე ხალხს ახალ ტყუილებს ასაღებს იმაზე, რომ ევროკავშირი თურმე საერთოდ ღირებული გაერთიანება აღარ არის, ამით გახვიდეთ ფონს, არ შეასრულოთ არც ერთი მოთხოვნა და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავკარგავთ ამ უდიდეს მონაპოვარს, რაც არის უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობა ევროკავშირში, მერე გაამართლებთ სწორედ ამ რუსული პროპაგანდისტული პასაჟებით. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ამისი უფლება არ უნდა მისცენ არალეგიტიმურ რეჟიმს და ყოველდღე უნდა ვიკითხოთ, დრო იწურება, 31 აგვისტოს დასრულდება საზაფხულო არდადეგები, ევროკავშირი დაიწყებს მსჯელობას, როგორ შესრულდა ის პირობები, რომელიც მათ ჩვენ წაგვიყენეს და რა გაკეთდა ამ თვეების მანძილზე იმისთვის, რომ ეს პირობები ყოფილიყო შესრულებული. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის დაკარგვა გარდა იმისა, რომ ეს არის პრაქტიკულად, ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთად აქცევს საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრებას და დაუბრუნდებით ჩვენ იმ მდგომარეობას, როდესაც რუსეთის, ბელარუსის, ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად საოცნებო გახდება ევროკავშირში სამოგზაურო, სასწავლო, სამუშაო ვიზის მიღება. გარდა ამისა, ეს არის პირდაპირ ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ჩვენ გამოვა, რომ გაგვაგდებენ
იმ სახელმწიფოების შემადგენლობიდან, რომლებსაც აქვს სწორედ ეს პრივილეგია და უფლება, რომ იმოგზაურონ ვიზის გარეშე ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროში და ჩვენ გვეტყვიან, რომ თქვენ ამ სამყაროს ნაწილი აღარ ხართ და კიდევ დიდხანს არ იქნებით. ამიტომ საქართველოს დღევანდელ არალეგიტიმურ მმართველ რეჟიმს, რომელიც თავად არის დაატკავებული კორუფციით, რომელმაც საკუთარი მოპარული ფულით გადახიზნა საკუთარი ოჯახები ევროკავშირის სწორედ დასავლეთის ქვეყნებში, რომელსაც ყოველდღე აგინებენ თვითონ. მაინტერესებს, რომ ამ ხალხს ვკითხოთ ყოველ დღე დღეიდან და 31 აგვისტომდე რა ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ჩვენ სექტემბერში არ დავდგეთ ამ უდიდესი გამოწვევის წინაშე, რომ კარგავთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას.